მთელი ყურადღება ირანზე იყო გადატანილი, ამიტომ ღაზა ყურადღების ცენტრში არ აღმოჩნდა. მაგრამ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა რაღაც თქვა, რამაც ეს შეცვალა. მაპატიეთ რომ ჩავიცინე. დღეს მშვიდობის საბჭომ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ჰამასის და ღაზაში ყველა სხვა შეიარაღებული ჯგუფის სრულ განიარაღებაზე. მინდა მადლობა გადავუხადო შუამავლებს, ეგვიპტეს, ყატარს და თურქეთს მათი მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის. ვიტყოდი, რომ ამ განცხადებაში ნათქვამის სიტყვების 90% სიცილს მომგვრიდა. რის საფუძველზე აკეთებს პრეზიდენტი ამ განცხადებას? და აშკარად მან რაღაცა მოისმინა შუამავლებისგან, რადგან მათ ახსენებს ეგვიპტე, თურქეთი, ყატარი, ხო ასეა. ეხლა მოვისმენთ ჩანაწერს ჰამასის ერთ-ერთი მაღალი რანგის წარმომადგენლისგან, სახელად ღაზი ჰამადი. ჰამასი როგორც განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, ჩვენ არასდროს ჩაგვიდენია დანაშაული. ჩვენ არასდროს მოგვიკლავს მშვიდობიანი მოქალაქეები. ვენერა, კაპრიზული. მართლა მზად ხართ განიარაღებისთვის. შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ შევცვლით ჩვენს მენტალიტეტს, ჩვენს მიზანს ოკუპაციის დასასრულებლად. მან სხვა არც ერთ ტერმინზე არ ისაუბრა, არც განიარაღებაზე და არც სხვა რამეზე. ისლამური რესპუბლიკაც გამოვიდა განცხადებით ამ 15 პუნქტიან გეგმაში მშვიდობის საბჭოს შესახებ. და თქვა, სისულელეა, ჰამასი არ განიარაღდება.